პაატა სააკაძეს, იღუმენია ქეთევანი, ცხეთა, სამთავრო, 2018 წელი. გიორგი სააკაძეს რომ არ დაემარცხებინა სპარსელები მარტყოფის ველზე, შეიძლებოდა საქართველოს სამუდამოდ აღგვილიყო პირისაგან მიწისა. ივანე ჯავახიშვილი. ბაატაშვილო, სულის ტკივილო, დიდმოურავის სისხლის ყივილო, ირანის შაჰის მძევალ ტყვექმნილო, ნათლის მცემლივით თავწარკვეთილო, ჰოიმე ძეო ქრისტეს მარტვილო, მამის იმედო, გულის ნაწილო, ჭაბუკო მხნეო, ხმლით განგმირულო, დედის საჩინო, ნოსტეს ყვავილო, ღმერთის განგებას ვერ ვინ ჩაწვდება, უფალი ბრძმედდა პაატას ბედსა, წამებისათვის განამზადებდა, სამშობლოსათვის უმანკო მსხვერპლსა, ბევრჯერ ყოფილა ჩვენი ქვეყანა მტრის საჯიჯგნადა, საომარადა, ნაიარევი ნათლად ეტყობა, ნადიდ გორალსა, ნაშამ ქორალსა, მამულისა და ქრისტესთვის სიკვდილს, აიგივებდა ქართველი მიწყივ, ყოველი გორჯი მშობელი მიწის, გაპოხილია წინაპართ სისხლის, რა იქნებოდა ჩვენი მამული, რომ არ ყოლოდა გმირების დასი. დიდმოურავის სწორუპოვარი, ქსნის და მარტყოფის მხედართ მთავარი, დუშმანები და შადიმანები მრავლად ხოლია ჩვენსა მამულსა, ერთურთის შური, ღალატი, მტრობა ანაწევრებდა საქართველოსა, დიდმოურავი ფეოდალებთან განერიდაო ცილობას, დავას, ჯალაბიანად გადაიხვეწა, დაუმეგობრდა ირანის შაჰსა. სპარსეთს გახიზნულ სააკაძესა, ფეოდალებმა ცილის წამესა, მოღალატე და აღიარესა, მისი სახლკარი ცეცხლსა მისცესა, თუმც სააკაძე შაჰს ერთგულებდა, გულში ფარულად სხვასას რახვიდა, მამულზე ფიქრი მუდამ თანსდევდა, ქართლის ბედიო ერთობ ტანჯვიდა, ბრძოლა ირანის საკეთილ დღეოდ, ოდეს სამშობლო გასაჭირშია, მაგრამ რა ექნა, საცა არ ასჯობს, იძულებითა გაცვლა არჩია. ხანი გამოხდა, სპარტმბრძანებელმა მრავალი ომი გარდაიხადა, სააკაძისა მუნსარდლობითა შაჰის სახელი ფრიად განდიდდა, უსჯულო აბას არაცხრებოდა, ერთგულთ, ორგულთ არაინდობდა, სისასტიკით აუსწორდებოდა, ვინც მის მიზნებს აღუდგებოდა, საქართველოდან ლამაზმანებსა იტაცებდა და ხდიდა ხასადა, ზოგს დედოფალად, ზოგსაც მხევლადა, მუდმივ ავსებდა ქარამხანასა, შაჰსა სწუროდა ქართლ კახეთისა, სულ ერთიანად განადგურება, მეფეთ, ფეოდალთ, შულს უღვივებდა, ქვასა, ქვაზე და ძალატოვებდა, ზაკვით ეტყოდა დიდმოურავსა, ზარი დასიო, შენს ქვეყანასა, ვინაცა შენი ჭკუა გონება და ერთგულება არ დააფასა, წარვედო შენსა სამშობლოშია, წარიყვანეო ჩემი ჯარია, დამიმორჩილე გურდისტანია, ჩრდილოეთისკენ მომზირალია, ცბიერი შაჰი თუნც ენდობოდა, სააკაძესა სტრატეგსა დიდსა, გარნა მამულზე გალაშქრებისას გამოითხოვა პაატა თვისთან. ოდეს ირანის დიდი მხედრობა საქართველოსკენ წარმოემართა, უწყოდა მამამ შაჰის მზაკრობა, მის პაატასა რაც მოელოდა, ომში წასვლისას სარდალის შვილსა შეახსენებდა, მამულის ვალსა, წინათ გრძნობაო მაშინებს რაღაც, პაატაშვილო ვეღარ აგნახა, მამაშვილურსა, ღვთიურ გრძნობასა, ამას სოფლა და რა შეედრება,
დიდ მოურავსა თვის ოჯახზე და დედა სამშობლო უყვარდა მეტად. შაჰ-აბასისა დავალებითა ყიზილბაშების დიდი არმია ყორჩიხა ხანის წინამძღვრობითა ქართლის მხარესა შემოესია. სპარსელებისა ურიცხ ლაშქარმა მარტყოფის ველზე დაიბანაკა. ემზადებოდნენ ქართლელებისა ამოსაძირკვად ახსა გველადა. ქართლ კახეთისა მესვეურები საკაძე და ჯანდიერია იმყოფებოდნენ მტრის ბანაკშია. დასახესაო ბრძოლის გზებია ხარება დღესა განთიაძედა. სააკაძემ და მისმა მხლებლებმა მოულოდნელი ერიშითა შაჰის სარდლები ამოხოცესა ვიდრე მდის მტერი გონს მოვიდოდა. ქართველთ მხედრობა ბანაკ შეიჭრა. უთანასწორო ბრძოლა სრული ქმნა სპარსელებისა დამარცხებითა. დიდ მოურავის შეძახილზე და მომხუდურთა მუხლი ეკვეთებოდათ. მარტყოფის ბრძოლა ძლევაი დიდი საქართველოს ბედი წყდებოდა. ყიზილბაშების მთელი ჯარია ბრძოლის ველზე და უხმოდ დაეცა. 3000-მა თავსა უშველა. ზერ გადახდილი უკუ გაიქცა. ღვთისა მადლითა და შეწევნითა იბერიაო ამჯერადაცა გადაურჩაო ამოწყვედასა აყრასაო და აოხრებასა. მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლით მზე ჩაესვენა ირანის ლომის. ქეთევან დიდის მოწამეობით უშჯულოებმა წააგეს ომი. კახთა დედოფლის ტანჯვა წამებამ განაღვიძაო ერი ქართველთა ენა მამული სარწმუნოება სასოდ და ფარა წარიმძღვარესა. სააკაძესა ესხნა შვილნია მამულისათვის გამოზრდილნია. პაატა შაჰის ტყვემძევალი ავთანდილიკი მეომარია. პაატა შაჰის სასახლეშია იზარდებოდა უცხო ნერგია. მის გონებასა ჩაჰკირებია მამულის ხსოვნა. ქართლის ბედია ერთხელ პაატა სევდიანადა ახმიანებდა თავის ლალესა. ანაზდად იგრძნო მზერა შაჰისა რომელ რისხვითა ცოფებს აყრიდა. ზახლის ლეკვო წაისისინა და პაატასთან ახლოს მივიდა. მამა შენმო მთელი ლაშქარი გამინადგურა ამომიჟლიტა. გარნა კიდევ ყავს ჯარი სპარსეთსა რომელი მოსრავ შენ სამხარესა. შენ ჩემს ხელთა ხარ ვერსად წამიხვალ დაგიბნელებო დღესა ნათელსა. სიკვდილის განცდის მოლოდინშია პაატა მყისვე აღაბრთოვანდა. ქართლსა დაღუპვა არ უწერია. ასეთიაო მისი ხვედრია. ო მამა ჩემო რა დიადია სამშობლოსათვის თავის დადება. ო როგორ მინდა რომ მოგეფერო და მოგილოცო ეს გამარჯვება. ო როგორ მინდა მეც შენთან ერთად ვებრძოლო მტერთა მოძალადეთა. ვერცავინ მოსპობს საქართველოსა რადგან იგი ზრდის ერთგულთა ძეთა. კიდევა სურდა რაიმე თქვა. ცოფნორეული ეშმა გახელდა. უეცრადაო მისმა მახვილმა პაატასაო თავი წარკვეთა. სახე შეშლილი შაჰი ჰყვიროდა. შეახვიეთო თავი ძვირფასად. მალე მსრბოლმაო დიდ მოურავსა მიართვასაო ჩემგან ფეშკაშა. დიდ მოურავმა მესამე დღესა მიიღო ძღვენი შაჰინ შაჰისგან. ათრთოლებულმა გულზე მიიკრა და შემზარავა და მოიგმინა. ვაგლახ დედასა ვით ან რა ვუთხრა შემინდე შვილო. ოხრვით აღმოხდა. სისხლიან ქოჩორს ხელი გადუსვა და გულმოკლულმა ჯალაფს მიუძღვნა მოკვეთილ თავის დანახვაზე და სასომიხდილი დედა გახევდა. ნუ გეშინია ჩემო პაატა. აწ ვეღარავინ დაგვაშორებსა. უყვარდი მამას. გარნა უფროის მამულისადმი სიყვარულია. შენ კი პაატა სამშობლოს მსხვერპლსა არ დაგივიწყებს ერი ქართველთა.
დაძრის კედელთან ერთაწმინდაში. საფლავს ადევსო ლოდი წარწერით, აქამარხია პაატას ნეშტი, რომელი მოკლა შაჰმა სპარსეთში. ოსმალეთშია განდევნილ ტყვეთა, დიდ მოურავსა და მის მხლებელთა, ავთან დილსაცა, პაატას ზმასა, ფაშას ბრძანებით თავ წარკვეთესა. დიდება ღმერთსა, ყოვლად ძლიერსა, ომში დაცემულ ქართველ გმირებსა, მამულისათვის და რწმენისათვის, ვინცა უშიშად თავი დადესა. კაიყმანიო, ომში კვდებიან, მამულის ხსნასა ეწირებიან, განა სულით არ კვდებიან, სასუფეველში დავწყინდებიან. მადლობა მათ ასეთი არაჩვეულებრივი შესრულებისთვის. ახლა კი სცენაზე ვთხოვთ საზოგადოებრივ გაერთიანებას, ეროვნულ იმპერატივს და ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ნართებს ომარ ხუბაევისა და გოგიტა თათულაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც წარმოგვიდგენენ თეატრალურ დადგმას 100,000 წამებულის დღე.